ხო და აი ეს უნდა დაჰაილაითდეს და ცალკე დაიდება სადმე. ინსტრუქცია, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ვერ ხვდება ან ძველ ბოტზე ვინც იყო იბნევა. როგორ ხდება გაწევრიანება? ძალიან მარტივი არის. ნიკო სვანიძე.com შედიხარ საიტზევე ხდება გადახდა, იქ ტელეგრამი უნდა მიაბა. რამე რომ ეს Tribute არის პარტნიორი ტელეგრამის, რომელიც ამით დაკავებულია. საიტზე გადაიხადე, შემდეგ შედიხარ ტელეგრამში, იქ უკვე ჩატში უნდა გყავდეს Tribute ბოტი. Tribute უნდა ეწეროს, აი აქ როგორც არის, ხო ხედავთ? ჩატში გეყოლება, შეხვალ ჩატში გახსენი, ხო, როგორც ადამიანს რო წერ. ქვემოთ არის მენიუ. მენიუს დააჭერ და მორჩა ინტერფეისი არის, სადაც მთელი შენი აბონემენტია, სადაც აკონტროლებ, შეცვლი, გააუქმებ მთელი ამბები. და ზემოთ არის არხი, ნიკო სვანიძე ნეტვორკი, დააჭერ და ეგრევე დაგაჯოინებს. თუ გადაიხადე და ტელეგრამში Tribute-ის ჩატი არ გაქვს, შეიძლება ოდესმე უკვე დაბლოკე ეგ ბოტი ან რამე ეგეთი. თუ დაბლოკე, შედი ბლოკებში ახსენი ბლოკი. დასერჩე მერე ზემოთ სერჩივე ტელეგრამზე Tribute-ია ეგ როგორც წერია. გახსნი ჩატს და მორჩა ინტერფეისი, ყველაფერი გაქვს შიგნით. სრული კონტროლი. აი ასე ხდება, ძველი ბოტი დაივიწყეთ, ის მოკვდა, ის ჩვენ მოვკალით, მკვლელთა მკვლელებმა. ძველი ბოტი მკვდარია, ძველი ბოტი რჩება მკვდრად და ის ჩვენ მოვკალით. აჰა, კიდევ ერთი ადამიანი გაწევრიანდა და ნიქნეიმი მეცნობა ეს ძველი მაყურებელი არის. გაწევრიანდით. ეგრევე არხის მენიუს გადახედეთ და თავს დაატყდით აი ამ ლეგენდარულ საცავს, სადაც უკვე რამდენი მასალა არის. თვითდასაქმების არხიც ბევრს გამოგადგებათ. და ნუ აი სიმპოზიუმების არხიც გვაქვს, სადაც ან დახურული სტრიმები არის, ატვირთული, ან ისეთი სიმპოზიუმები, რომელიც არხზე აღარდევს და ნუ მოკლედ რა. იდეალური ადგილია რომ განვითარდეთ, რევიუებიც არსებობს, წაიკითხეთ Instagram-ზე მიდევს, რეალურ ცვლილებას იწვევს პოზიტიურს ადამიანებში. გელოდებით ყველას. ერთად გავერთიანდეთ ელიტა. ყველაფერში გამოგადგებათ საცავის მასალა, გაწევრიანდით, არ ინანებთ. აი კიდევ ერთი რეკომენდაცია. ტყუილად კი არ ვარ რეკლამებ. ტყუილად კი არ იმას შვები. ეგ განა ჩემი პროდუქტი არის, ეგ დახურული არხი. ნუ გააჩნია როგორ შეხედავ, ხო? მაგრამ არ არის ეგ რაღაცა პროდუქტი, არამედ ეგ არის აი ცხოვრების ის რა მაგნუმ ოპუსი. აი ადამიანის სული რაში ცდევს, სული პირდაპირ და არა რაღაცა პროდუქტი ან პროექტი. აი სული რაში ცდევს.